მეგობარმა მთხოვა ერთ-ერთი კაკას ბავშვისთვის ესე უნდა და ლეკვი შეძენა რაღაც აჩუქრათ იმით ამით და მთელი აი ამ ძიებების და ამ რაღაცა იმის მერე ვიპოვეთ ეს რაღაც კონკრეტული ჯიში თავისი ამ ხარიცხი თავისი ყველაფრით ვიყიდეთ მივიყვანეთ და მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება რომ ჩვენ ძაღლის ასაყვანად მზად არ ყოფილვართ, იმიტომ რომ შეიქმნა პრობლემები, ბავშვმა ვერ მიიღო იქ რაღაცა ძაღლი, ეჭვიანა, რაღაცა დაშავებაზე შეიძლება გადასულიყო და იქნება გამომასხვისებინო რა. შენი მეგობრის სასარგებლოდ მინდა ის ვთქვა, რომ აღიარა კი, აი ეს იყო მეცუთხარი, კი, ძალიან მარტივად მე ამას გავუსვი ხაზი, რომ გაჯიუტდა და ის ძაღლი კიდე უფრო არ დასწრეს. კი, აი ზუსტად ეს იყო, რომ რამე რომ მოხდესო და რაღაცა ჩემ თავსაც არ ვაპატიებო, იმიტომ რომ ხო მე სხვანაირი რაღაცა მიდიოდა, სხვანაირი წარმომედგინაო ეს ყველაფერიო, მაგრამ ხო, აი ეს მომენტი მეც მომეწონა ნამდვილად რომ პირდაპირ აი სიტყვებით აი ეს მომართა რომ ხო, ჩვენ არ ყოფილვართ ძაღლის ასაყვანად მზად რა. მოკლედ გაითვალისწინეთ მეგობრებო, ის რომ მართლა სერიოზული საფიქრალია, ვიდრე ცხოველს აიყვანთ. გინდა ძაღლი იყოს, გინდა კატა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ის უკვე ფაქტიურად ოჯახის წევრი ხდება და ყველა სჭირდება გარკვეული ენერგიის დახარჯვა და თუ ეს შეცდომა დაუშვით, მე აღიარება მაინც შეძლებთ, რომ არ იყო ჩვენი. არ არის სათამაშო და არ არის ნივთი. რა ეს ყველა უნდა გაითავისოს საერთოდ. რა ძაღლი არ არის სათამაშო და არ არის ნივთი.